მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ, დღეს ვისაუბრებთ მოუსვენარი ფეხების სინდრომის შესახებ. რას ნიშნავს, რა იწვევს ტოპ 5 მიზეზი და როგორ უმკურნალოთ. მოუსვენარი ფეხების სინდრომი არის, რომ ადამიანს არ შეუძლია გააჩეროს ფეხები, ზოგჯერ ხელებიც, მაგრამ უმეტესად ფეხები. და ყველაზე მთავარი ნიშანი არის, რომ მუდმივი ძლიერი სურვილი აქვს, რომ ამოძრავოს ფეხები, რაც მასზე არ არის დამოკიდებული. ეგ არის მთავარი, რომ იმდენად ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ფეხები ამოძრავოს, რომ მასზე არა დამოკიდებული. თუ არ ამოძრავოს, მაგალითად, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება აქვს, ან დისკომფორტი აქვს ფეხებში, ან დაბუჟების შეგრძნება აქვს, ან ქავილის შეგრძნება აქვს. მოკლედ, აი გამუდმებული სურვილი აქვს, რომ ამოძრავოს ფეხები, როცა მოსვენებულ მდგომარეობაშია. მესამე ყველაზე მთავარი მახასიათებელი არის, რომ ეს მდგომარეობა უარესდება ღამე, დღის მეორე ნახევარში ადამიანი გრძნობს, რომ აი ფეხების გამოძრავება მუდმივად უნდა. დამჯდარ მდგომარეობაში ვერ გრძნობს თავს კომფორტულად და უნდა რომ ადგეს და იაროს, ან დაწოლილ მდგომარეობაში არ ეძინება და სულ ფეხები უნდა ამოძრავოს, ან როცა დადის უკეთესად გრძნობს თავს. ეგ მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომ როცა ადამიანი იწყებს სიარულს, თავს გრძნობს უკეთესად. ან ფეხების გამოძრავებას, ან მასაჟს, მოკლედ რაღაცა მოქმედება უნდა შეასრულოს გამუდმებით, რომ თავის შედარებით უკეთესად იგრძნოს. მოუსვენარი ფეხების სინდრომი, აი კლასიფიცირებით ძილის მოძრაობის დარღვევებს მიეკუთვნება, ნევროლოგიური დაავადებაა, მოკლედ გავრცელებულია საკმაოდ, მოსახლეობის დაახლოებით 10%-ია გავრცელებული, უმეტესად ქალებს აქვს. და ეხლა ვთქვათ მიზეზები. პირველი მიზეზი, ყველაზე მთავარი მიზეზი არის რკინის დეფიციტი. რკინის დეფიციტი უფრო ხშირია ქალებში და ზოგადად მოუსვენარი ფეხების სინდრომიც უფრო ხშირია ქალებში ვიდრე კაცებში, იმიტომ რომ რკინის დეფიციტიც უფრო ხშირია მათში. ეხლა რკინის დეფიციტი რატოა პრობლემა? იმიტომ რომ რკინა მონაწილეობს იმ ფერმენტისთვის არის აუცილებელი, რომელიც მონაწილეობს დოფამინის მისაღებად. ეგ არის მთავარი, რატომაც რკინა გვჭირდება. ამ შემთხვევაში ჰემოგლობინისას გვჭირდება ზოგადად, მაგრამ მე ვამბობ მოუსვენარი ფეხების სინდრომის კონტექსტში, ჩვენ გვჭირდება დოფამინის მისაღებად რკინა და ეს დოფამინი, როცა რკინა არ აქვს, დოფამინის სინთეზი დარღვეულია, ნაკლები დოფამინია, ნაკლები დოფამინი იწვევს მოუსვენარი ფეხების სინდრომს. დოფამინი მოკლედ თავის ტვინში განაგებს ორნაირად მოძრაობებს. ერთი პასუხისგებელია დოფამინი, რომ ჩვენი მოძრაობები იყოს გამიზნული, ზუსტი და მსუბუქი. ანუ ჩვენ უხეშად კი რობოტივით კი არ მოძრაობდეთ, არამედ მოძრაობდეთ ზუსტად. ამაზეა პასუხისგებელი და ასევე პასუხისგებელია იმაზეც, რომ არ იყოს ჩვენი კუნთების შეკუმშვა გადამეტებული და ასინქრონული და როდესაც დოფამინი ნაკლები გვაქვს, ეგ ორივე ხდება. ანუ ამ შემთხვევაში ისეთი ნაკლებობა გვაქვს და ისეთ ადგილებში, რომ ადამიანს აი ეს ზედმეტად აღგზნებადი ხდება ფეხების კუნთები, უმეტესად ბარძაყის და ცოტა ქვედა კუნთები და ადამიანს უნდა რომ მუდმივად ამოძრაოს და მაგიტომ არის რომ აი ბარძაყი და კანჭის მიდამოში აქვს ადამიანს მუდმივად შეგრძნება ეს უარყოფითი ჭიანჭველების ცოცვის და ქავილის შეგრძნება და ასე. ან დოფამინის ნაკლებობაა მთელი ამბავი, თავის ტვინში დოფამინის ნაკლებობა. მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი არის გენეტიკური წინასწარ-განწყობა, რამდენიმე გენია გამოყოფილი, რომელიც დადასტურებულია, რომ იწვევს მოუსვენარი ფეხების სინდრომს და ეს გენები როგორც წესი თანდაყოლილად არიან მუტაცია ან შეცვლილი და შესაბამისად ეს წინასწარ-განწყობაც ახალგაზრდობაშივე ვლინდება და ამიტომ ახალგაზრდობაში თუ აქ ახალგაზრდებს მოუსვენარი ფეხების სინდრომი უმეტესად გენეტიკურია ხოლმე და ნაკლებად არის რკინის დეფიციტი, თუმცა რკინის დეფიციტიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მესამე ყველაზე ხშირი მიზეზი არის ქრონიკული თირკმელების დაავადება, ოღონდ ქრონიკული თირკმელების დაავადების ბოლო სტადიაზე უკვე, როცა ურემია, როცა თირკმლის ტოქსინები სისხლში გვხვდება და
რკინის მეტაბოლიზმი დარღვეულია ამ დროს ეს ერთი და მეორე კიდე ტოქსინები აზიანებს თავის ტვინში მოქმედებს დოფამინის სინთეზზე და ეგ არის მეორე მექანიზმი. ამიტომ ქრონიკული თირკმლის დაავადება ბოლო სტადია, ბოლო ეტაპიც იწვევს და ასევე დიალიზზე ვინც არიან ადამიანები, მათაც აქვთ ხოლმე და უმძაფრდებათ ეს შეგრძნება. მეოთხე ყველაზე ხშირი მიზეზი არის ორსულობა. ორსულობის დროს რკინაზე მოთხოვნა იზრდება ორგანიზმში და ამიტომ არა უფრო ხშირად ვითარდება და მეხუთე ყველაზე ხშირი მიზეზი არის წამლები. ეხლა წამლები რატომ იწვევს მოუსვენარი ფეხების სინდრომს? იმიტომ რომ ზოგიერთი წამალი ამცირებს დოფამინის დონეს. მაგალითად ანტიჰისტამინურები, ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები, ლითიუმი და ყავა და ალკოჰოლიც კი ამძაფრებს მოუსვენარი ფეხების სინდრომს. ეხლა ყავაზე იტყვის ადამიანს პირიქით დოფამინის დონეს ხო ზრდისო? კი ზრდის, ოღონდ კუნთების აგზნებადობასაც ზრდის და ძილის დარღვევებსაც იწვევს. შესაბამისად, ეგ ორი ეს კუნთების აგზნებადობის გაზრდა და ძილის დარღვევები მნიშვნელოვან როლს თამაშობს და შესაბამისად აუარესებს მოუსვენარი ფეხების სინდრომს. რაც შეეხება ალკოჰოლი მართალია თავიდან დოფამინის დონეს ზრდის, მაგრამ შემდეგ უკვე როგორც სედატივი ასე მოქმედებს და შეიძლება შეამციროს დოფამინის დონე, მით უმეტეს ქრონიკული ალკოჰოლიზმი მით უმეტეს და ამიტომ ეგეც აუარესებს მდგომარეობას. ახლა ადამიანს გაუჩნდება კითხვა, რომელიც იქნება ძალიან ლეგიტიმური, რომ ანუ თუ ასეა, რომ დოფამინის ნაკლება, მაშინ დოფამინის ნაკლება ჩვენ ვიცით, ბევრი დაავადების დროს გვხდება და რამდენად კავშირშია ეს დაავადებები და მაგალითად მოუსვენარი ფეხების სინდრომი, მაგალითად პარკინსონის დროსაც ვიცით, რომ დოფამინის ნაკლებობა გვაქვს რუხ ნივთიერებაში და მართალია პარკინსონის დროსაც მოუსვენარი ფეხების სინდრომი ხშირია. ასევე რკინადეფიციტური ანემიის დროს, ანემია როცა აქ ადამიანს შეიძლება რომ მოუსვენარი ფეხების სინდრომი ქონდეს, შეიძლება განსაკუთრებით როცა ფერიტინის დონე 75 ნანოგრამზე უფრო დაბალია სისხლში, მაშინ უფრო დიდია ალბათობა. და ასევე დეპრესიის დროს შესაძლებელია, ასევე ბავშვებს რო აქვთ ჰიპერაქტიულობა და ყურადღების დეფიციტი. მაგ დროსაც არის კითხვა, ხო, რომ ანუ მაგ დროსაც ხო არის დოფამინის ნაკლებობა და არის კავშირში მაგ დროსაც ერთმანეთთან მოუსვენარი ფეხების სინდრომი და ჰიპერაქტიულობა ADHD-ს რო ეძახიან. ეხლა კიდე ესეთი კითხვა იქნება მაშინ რომ აბა თუ კი პარკინსონიან ადამიანებს ხშირად აქვთ მოუსვენარი ფეხების სინდრომი, მოუსვენარი ფეხების სინდრომი ნიშნავს რომ მე მომავალში პარკინსონიდან მივვითარდება, მანდ არ არის ეს bidirectional კორელაცია ქვია, ანუ ორმხრივი კორელაცია არ არსებობს. არ ნიშნავს შენ თუ მოუსვენარი ფეხების სინდრომი გაქვს, არ ნიშნავს რომ მომავალში პარკინსონი აუცილებლად გაგივითარდება, ან რისკი გაზრდილი გაქვს, მაგრამ პირიქით კი თუ პარკინსონი ნიშნავს რომ მოუსვენარი ფეხების სინდრომი რო განგივითარდეს, მაღალია ალბათობა. რაც შეეხება მაგალითად ADHD-ის შემთხვევაში, ამ ჰიპერაქტიულობა და ყურადღების დეფიციტის სინდრომი, რაც ბავშვებში გვხდება, მანდ არსებობს ეგეთი კორელაცია. მაგალითად, თუ ადამიანს აქვს ბავშვს მოუსვენარი ფეხების სინდრომი, მაღალია ალბათობა რომ ჰიპერაქტიულობა კონდეს და თუ ჰიპერაქტიულობა ყურადღების დეფიციტი აქვს, მაღალია ალბათობა რომ მოუსვენარი ფეხების სინდრომი განვითარდეს. ან მანდ ორმხრივია კორელაცია. დეპრესიის დროს გასაგებია რომ დოფამინი და მნიშვნელოვანი ნეიროტრანსმიტერები შემცირებულია და შესაძლებელია რომ ეს იყოს. ეხლა კიდე ეგეთი კითხვა ხოლმე, მაგალითად ბავშვი რომ მოусვენარად ფეხებს აქანავებს და ფეხად ყაპუნებს ზოგი ლექციაზე როზის და ესე. ეგეც არის მოусვენარი ფეხების სინდრომი და მანდ რას ვაკეთებთ? მანდ გვაქვს კრიტერიუმები, რითიც უნდა განსაზღვროთ, ანუ ეს მოусვენარი ფეხების სინდრომია თუ უბრალოდ ჩვევა აქვს ბავშვს, რომ ვერ ჩერდება ერთ ადგილას და ფეხებს ამოძრავებს. კრიტერიუმები რა არის? მოусვენარი ფეხების სინდრომის კრიტერიუმები უნდა კონდეს ურგენტული სურვილი რომ ამოძრავოს ფეხები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანუ თუ არ ამოძრავებს, დისკომფორტს უნდა გრძნობდეს. ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ეგ არის, რომ თუ არ ამოძრავებს, დისკომფორტს გრძნობს ფეხებში. სიმპტომები იწყება და უარესდება დასვენებულ მდგომარეობაში და სიმპტომები უარესდება ღამით.
აი ეს სამი ძირითადი კრიტერიუმი თუ კმაყოფილდება, ესე იგი მოუსვენარი ფეხების სინდრომი. თუ არა ეგ სამი ძირითადი კრიტერიუმი, მაგალითად თუ გააჩერა ბავშვმა ფეხები და კომფორტულად არის, მაშინ ეგ არ არის მოუსვენარი ფეხების სინდრომი, არამედ ეგ არის უბრალოდ შეიძლება ჩვევა აქ ეგეთი. ეხლა რაც შეეხება მკურნალობას, ფერიტინის დონეს მნიშვნელობა აქვს, თუ ფერიტინის დონე 75-ზე ნაკლებია, მაშინ რკინის პრეპარატები და რკინის საკვები დანამატები ან ინტრა შეიძლება ანუ ინექციები, მოკლედ ინექციური ფორმა რკინის, დოფამინის აგონისტები ასევე ეფექტურია, თუ რკინა ნორმაშია, ან მაგალითად რკინის პრეპარატებით იმკურნალა ადამიანმა და ეფექტურობა არ ქონდა, მაშინ დოფამინის აგონისტები არის მნიშვნელოვანი, ოღონდ დოფამინის აგონისტებს აქვს ერთი დიდი უარყოფითი, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც პროცენტში პირიქით გაძლიერონ სიმპტომები და სიმპტომები დღისითაც განვითარდეს და ხელებზეც განვითარდეს. ეგ ხდება იმიტომ, რომ დოფამინის აგონისტები დოფამინს აქტიურებენ, დოფამინის რეცეპტორებს აქტიურებენ უბრალოდ და შეიძლება ამ რეცეპტორებმა განიცადონ სენსიტიზაცია და შეჩვევა და უკვე გაძლიერებული დოფამინის დონე მოუნდეთ იმისთვის, რომ ნორმალურ მდგომარეობაში იყვნენ და როცა აღარ აწვდი, მერე უარესდება და სიმპტომები ეწყება ადამიანს. ამიტომ არის რომ დაახლოებით 20-30% შემთხვევაში ეს დოფამინის აგონისტებმა შეიძლება პირიქით მომატება გამოიწვიონ სიმპტომების. რა თქმა უნდა, ესეთ შემთხვევაში უნდა მოიხსნას პრეპარატები, რომელიც ამძიმებენ პირიქით მდგომარეობას. ასევე გაბაპენტინი გამოიყენება, მაგალითად აი გაბაპენტინს არ ახასიათებს გაძლიერების სიმპტომები, მაგრამ მას თავისი უარყოფითი მხარეები აქვს. უარყოფითი მხარე არის სედაცია გამოიწვიოს და ანუ სედაციასთან დაკავშირებული პრობლემები და როგორი პროგნოზი აქვს მოუსვენარი ფეხების სინდრომს. პროგნოზი ძირითადად დროთა განმავლობაში უარესდება, მაგრამ არ უარესდება ისე, რომ რამე სერიოზული სიცოცხლის საფრთხე შეუქმნას პირდაპირ ადამიანს, ესე არა, უბრალოდ ძილზე მოქმედებს მნიშვნელოვნად და მერე ცუდი ძილი იწვევს დღისით დაღლილობას და ეს დღისით დაღლილობა ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ამ კუთხით მნიშვნელოვნად უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმი, მაგრამ პირდაპირ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე არ მოქმედებს. ადამიანების გარკვეული პროცენტი არის, რომელიც შემთხვევაში სიბერეშიც პირიქით სიმპტომები კი არ უარესდება, არამედ უმჯობესდება, ეგეთ შემთხვევებიც არის, მაგრამ ეგეთი იშვიათია. უმეტესად დაავადება პროგრესირებს, თუმცა მისი მართვა შესაძლებელია და ბევრ შემთხვევაში, როცა რკინის დეფიციტითაა გამოწვეული, საერთოდ განკურნებადია. ამიტომ პირველ რიგში რკინას ვაკონტროლებთ და რკინის პრეპარატებით მკურნალობა თუ საჭიროა და შესაძლებელია რომ იყოს ეფექტური. ხო, პირდაპირ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე არ მოქმედებს. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა მოუსვენარი ფეხების სინდრომის შესახებ. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის.